ლომაჩენკოს მიერ შერჩეული 11-ეული. დაიწყო შეხვედრა მისცა მატჩის მთავარმა არბიტრმა ნიშანი და მდელდება შეტევა ვაწაძე ისევ ბურთთან. ორი ფეხბურთელი მის წინააღმდეგ ვაწაძის პასი ხარაიშვილი ტეიშეირა. გრძელდება იერიში ტეიშეირას გადაცემა, ძლიერი პასი იყო. ნახოთ ეს შეტევა როგორ ჩაივლის, რომ მოძრაობა კარგი იყო, დარტყმა და აბა მარჯვნივ კეთდება გადაცემა, არველზოური მიიღო ბურთი, კარგი პასია. ეგრევე ბედოშვილზე გადაცემა, დარტყმა 1-0. ვახო ბედოშვილი გოლის ავტორი, მწკრივალე სტარტი აქვს იბერიას. იმ ფონზე რომ დინამო თბილისი ზოური იღებს ბურთს, პასი ბედოშვილს და ყველა ალბათ იფიქრებდა რომ უფრო შორეული კუთხისკენ დაარტყამდა ბედოშვილი, მაგრამ ძალიან ჭკვიანური გათვლა გააკეთა, დაარტყა ახლო კუთხეში და ანგარიში გახსნა. 1-0 იბერია დაწინაურდა და ეს ყველაფერი გვიქადის იმას, რომ ძალიან სახალისო და საინტერესო მატჩი უნდა გქონდეს. ყველა ვარიანტში იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არ გაჩერდება და შეუტევს, რა თქმა უნდა, და იბერიაც თავის მხრივ ეცდება მერე უკვე აი სივრცეების გამოყენებას. ვახო ბედოშვილი გააკეთა ხარაიშვილი, პასი, კარგი გადაცემა, ვერ დაარტყა ვაწაძემ. გადაცემა ტეიშეირა, ვაწაძეს მიუვიდა ბურთი, კარგი კომბინაციაა, ხარაიშვილი მარჯვნივ პასი, ბარცოსეი ჩაწოდება, ხარაიშვილი ვერ დაარტყა ტეიშეირა. ოსეის დაბალი პასი ტეიშეირა საჯარიმოშია დარტყმა და კიდევ ერთ ფეხბურთელები ანდრია ბართიშვილი დაიძრა, შევიდა საჯარიმოში, წრუ მოძრაობა. კარგია, ლორიამ აიღო ეს ბურთი. ამასობაში კარგი შანსი აქვს, როგორც ხედავთ, იბერიას ამირან ზაგანია საჯარიმოშია, წრუ მოძრაობა, დარტყმა, ლორია. აბა, ნაჭყები ამ ბურთთან პირველია, დარტყმა, ლორიამ აიღო ეს ბურთი, გრძელდება პასი გააკეთა და ძალიან მაგარი შანსი აქვს იბერიას. გრძელდება შეტევა მასპინძელი გუნდის, კარგი მომენტია, პასია საჭირო, არა, დარტყმა, ლორია. გრძელდება შეტევა. ლეო სანტოსი. საჯარიმოშია, ღუდუშაური ეთამაშება, ჩააწოდა ხარაიშვილი და გადარჩა. გადაცემა ჩაწოდება, არეულობა, ნინუა, დარტყმა, ხარიხას ხვდება ბურთი. და გადის სუპერთასის ფინალში. ვახო ბედოშვილის გოლი აღმოჩნდა გამარჯვების გოლი და იბერია ითამაშებს სუპერთასის ფინალში.